9:09 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად საღამომშვიდობისა რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. გახდება თუ არა ოქრუაშვილი ახალი ხელისუფლების ოქროს მოწმე. სახში მიდიოს. რომელ სახში? სახლი ერთია, საქართველოში მიდიოს სახში პროგრამა. 5 წლის შემდეგ სახლში დაბრუნებული ირაკლი ოქრუაშვილი მერვე საპრობილეშია. იყო პოლიტიკური ნიშნის დევნა. რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ის ავტომატურად არის უდანაშაულო. მეცხრე არხის ექსკლუზივი გზა პარიზიდან გლდანის ციხემდე. ეგ არ დავინახავ იმაში გამოჩენილი. ბრუნდებიან თუ არა ნაციონალების მიერ დევნილი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები სამშობლოში, როგორ შედგა პოლიტდევნილთა 22 კაციანი სია. ხელმძღვანელობდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის ოქტომბრის ნომერ 1900 რეზოლუციით ჩვენ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ ჩაბნელებული რეზიდენციიდან ფეშენებელურ სანატორიუმში. ვინ გადაიხადა იტალიის პროკურორზე მიხეილ სააკაშვილის დასვენების საფასური. მეგიხათ რომ პრეზიდენტი ჯანმრთელია, ის იმყოფებოდა იტალიაში, მერანოზე. ოქროს მოწმე ოქრუაშვილი საქართველოსშია და ჩვენებების მიცემას იწყებს. სამშობლოში დაბრუნების რამდენჯერმე დაანონსების მიუხედავად ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც პოლიტიკურ დევნილთა სიაში მოხვდა. თუმცა ის რომ აეროპორტიდან პირდაპირ ციხეში მოხვდებოდა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა წინასწარ იცოდა. მეცხრე არხის ექსკლუზიურ ვიდეო მასალაში კარგად ჩანს, როგორ აგროვებს ის ციხისთვის საჭირო ნივთებს პარიზში. თბილისში გამოგზავრების წინ ოქრუაშვილმა მეცხრე არხს ინტერვიუ მისცა. ნახეთ ირაკლი ოქრუაშვილის ბოლო დღე პარიზში. ეს წაგიღო მართლა შევახტი. ეს სასუციელოს. შენი? აქეთა. ტანსაცმელი, ერთი ბოთლი შამპანური და საოჯახო ფოტოები. ეს ის ნივთებია, რაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა შარლ დე გოლის აეროპორტში წაიღო. ამბობს, რომ საქართველოში დაგეგმილი ამნისტიის იმედით ამბობს. არა, ამნისტიის იმედით ამბობ. საქმეც მაგაშია. ზოგადი ამნისტია, რომელსაც გამოსცემენ, ის მე არ მეხება. მეცხრე არხის შეკითხვაზე, რას იზამს გარემოებების დამძიმების შემთხვევაში, ამბობს, რომ გამოძიებისთვის ყველა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მზადაა. 11 წელი მაქვს მოჯილი, მე მგონი 5-6 მოხლი მაქვს წაგენებული და ერთ-ერთი 2 მოხლის მე მიხედვით 11 წელი მაქვს მოჯილი. ანუ შესაბამისად, თუ სასამართლოს მეშვეობით არ დავამთავრებ ამ პროცედურებს, სხვანაირად შანსი იმისა, რომ თავისუფალ გარემოში აღმოჩნდა არ აქვს. და რომ დამიმძიმდეს გარემოებები? ირაკლი ოქრუაშვილი ერთი მუხლით უკვე გაასამართლეს და 11 წელი მიუსაჯეს. ასამართლებენ კიდევ 6 მუხლით. აქედან ზოგი ძიებაშია, ზოგი სასამართლოში. თუმცა ამბობს, რომ ეს ბრალდებები ფალსიფიკაციაა. მიუხედავად იმისა, რომ რისკები რა თქმა უნდა არსებობს საჩენასენ, რომ სასამართლო ერთი ხელისუფლების კონტროლქვეშაა და პროკურატურა მეორე ხელისუფლების კონტროლქვეშ, მაგ გარემოშიც კი შეძლებს ამ ყველაფრის დადასტურებას და დამტკიცებას. ინტერვიუს შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც 2007 წლიდან ძებნაში იყო გამოცხადებული, ოჯახის წევრებს დაემშვიდობა. ირაკლი ოქრუაშვილმა პარიზში ფეხმძიმე მეუღლე, 2 შვილი და ნათესავები დატოვა. ბევრი დრო არ აქვს, იმიტომ რომ ერთი მოწავედი ციხეში საოცრებელი ატრიბუტები ვიყიდო ნივთები და მეორე ბავშვს გავუვარო სკოლაში, იმიტომ რომ გაცმოეც რამდენი ხანი ვარ ნახო. ეს ირაკლი ოქრუაშვილის ბოლო კადრებია, რომელიც მეცხრე არხმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებამდე გადაიღო. მეცხრე არხის ბრიუსელის ბიუროს რეპორტიორმა გიორგი ფოფხაძემ პარიზიდან თბილისამდე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად იმგზავრა. ისტანბულის აეროპორტში ძალიან ბევრი ქართველი იყო, ვინც თბილისში მოფრინავდა. ქართველების კი ემოცია იყო ესეთი, რომ ვაიმე კიდევ სხვა აეროპორტში ხო არ დავჯდებით, ანუ ის შიშის მომენტი ქონდა. ირაკლი ოქრუაშვილმა მიაწოდა პასპორტი, გაოგნებულები იყვენ, აი არ დამავიწყდება მესაზღვრის სახე, რომ თქვენ ბატონო ირაკლი და ირაკლი მოთხრა, კი ბატონო, მე ვარ ირაკლი ოქრუაშვილი ვარ, ძებნილი ვარ და ჩამოვედი საქართველოში. თავდაცვის ყოფილ მინისტრს პოლიტიკური დევნილი სტატუსი საფრანგეთმა ქვეყანაში შესვლიდან 2 კვირაში მიანიჭა. თუმცა პარიზში 5 წლიანი ცხოვრების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა ეს სტატუსი საქართველოში დაბრუნებისთანავე დაკარგა.
Parizdan პირდაპირ გლდანის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილის სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტშივე აიყვანეს. მისი სურვილის მიუხედავად ის საკანში ბაჩუ ახალაიასთან ერთად არზის. რას მოყვება ყოფილი პროკურორი, ყოფილი თავდაცვის და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ოქრუაშვილი აპირებს მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს, თუმცა თავის მხრივ ნაციონალური მოძრაობა ითხოვს ოქრუაშვილმა ისიც მოყვეს, თუ რატომ აღიარა 5 წლის წინ დანაშაული. იტყვის თუ არა, რა სახის ზეწოლა განხორციელდა მასზე 2007 წელს ორთაჭალის მეშვიდე დაწესებულებაში. სწორედ იქ, სადაც ამჟამად ბაჩუ ახალაია მოთავსებული. ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ოქრუაშვილი ზოგადად ითანამშრომლებს გამოძიებასთან. გლდანის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილი მინიმუმ 3 დეკემბრამდე დარჩება, სწორედ სამშია ჩანიშნული მომდევნო სასამართლო პროცესი. აეროპორტიდან გლდანის ციხეში გადაყვანილი ირაკლი ოქრუაშვილი რამდენიმე საათში პირდაპირ სასამართლო დარბაზში გადაიყვანეს. სასამართლო დარბაზში ირაკლი ოქრუაშვილის მისი რამდენიმე ნათესავისა და დაცვის წევრის შეყვანას ოქრუაშვილის ნათესავებისა და თანასოფლელების ოვაციები მოყვა. ყოფილ მინისტრს ბრალი 223 მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნასა და მეთაურობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა ოქრუაშვილი და მასთან ერთად დაკავებული პირები თავს უდანაშაულად მიიჩნევენ. ყოფილი მინისტრი გლდანის ციხეში მინიმუმ 3 დეკემბრის 10 საათამდე დარჩება. სწორედ ამ დრომდე გადაიდო მისი სასამართლო პროცესი. ადვოკატებმა მოითხოვეს, მათ შორის სხვა განსაშელების ადვოკატებმა საქმის გაცნობისთვის ვადა, ეს ვადა მიცემული იქნა სასამართლოს მიერ და ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი, მისი დაკავება მოხდა 2 დღის წინ, გუშინ შევხვდი მე მას და დღეს პროცესი ჩატარდა, შესაბამისად საქმის მასალებს არ ვიცნობ და მოვითხოვე გონივრული ვადით სასამართლო პროცესის გადადება. ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ რამდენიმე ეპიზოდში შედება ბრალი. კერძოდ მას ქრთამის აღებაში, სამსახურეობრივ გულგრილობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ოქრუაშვილისა და მისი ადვოკატების გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოში ხვალ 2008 წლის 28 მარტის ის სასამართლო გადაწყვეტილებაც გასაჩივრდება, რომლის მიხედვითაც ქრთამის აღების ბრალდებით ირაკლი ოქრუაშვილს 11 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. Am საქმესთან დაკავშირებით დღეს ვაპირებთ სააპელაციო საჩივრების შეტანას. ტექსტი მოგზადებული გვაქვს, ბატონი ირაკლი ფორმალობა ხელმა მოაწეროს აღნიშნულ საჩივრებას და დღესვე შევიდანთ საქალაქო სასამართლოში. დღესვე ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლასა და დაკავებაზე კომენტარი იუსტიციის მინისტრმა თია წულუკიანმაც გააკეთა. მინისტრი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება სრულ უდანაშაულობას არ ნიშნავს. მე ვუერთდები იმ პოზიციას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ნაციონალური ხელისუფლების მიერ იყო პოლიტიკური ნიშნით დევნილი. რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ის ავტომატურად ყველა იმ სავარაუდო ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც მის წინაშე შეიძლება დადგეს, არის უდანაშაულო. ამას სჭირდება გამოძიება. ირაკლი ოქრუაშვილი 2007 წლის სექტემბერში დააკავეს. ამის შემდეგ კი მისი აღიარებითი ჩვენება გავრცელეს. რამდენიმე დღეში ექს-მინისტრი, რომელსაც უმძიმეს ბრალდებებს უყენებდნენ, ციხიდან 10 მილიონიანი გირაოს თანაცვლოდ გაათავისუფლეს და ქვეყანა დაატოვებინეს. ირაკლი ოქრუაშვილს ქართულმა სასამართლომ 11 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. იმავე წლის ნოემბერში ოქრუაშვილი ბერლინში დააკავეს. ქართული მხარე მის ექსტრადირებას მოითხოვდა, თუმცა გერმანიამ ოქრუაშვილის საფრანგეთს გადასცა. 23 აპრილს კი საფრანგეთმა მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. 5 წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ყოფილი მინისტრი პოლიტიკურ დევნილად აღიარა. რა გამოხმაურებები და პოლიტიკური შეფასებები მოყვა ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნებას და რამდენად დიდია მოლოდინი მისი ჩვენებების. ლანა ბერიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ლანა, დღეს ნაციონალებისგან გაისმა ასეთი ფრაზა, ძალიან კარგი იქნება თუ მოყვება ყველაფერს, რის გამოც აღიარა დანაშაული. რის თქმას აპირებს ოქრუაშვილი, რომელსაც დღეს უკვე უწოდეს ოქროს მოწმე? საღამოშვიდობის ნათია საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა დღეს ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ნამდვილად შეაფასეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლა ახალ ხელისუფლებას ჰქონდა შეთანხმებული და მას მათი ეჭვით ძალიან მალე გაათავისუფლებენ. სხვა შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ის საქართველოში არ ჩამოვიდა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, როდესაც ახალი ხელისუფლება უშვებს დამნაშავების ქვეყანაში ჩამოსვლას და მას პოლიტიკურ დევნილს უწოდებენ. ასევე საპარლამენტო
ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ დღესვე უმცირესობის შეფასებებს. ეკაბესელია, რომელიც თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი იყო, აცხადებს, რომ მას არანაირი კომუნიკაცია არ ქონია ირაკლი ოქრუაშვილთან ბოლო 3-4 წლის განმავლობაში და შესაბამისად არც იმ ინფორმაციას ფლობდა, აპირებდა თუ არა ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოსვლას. რაც შეეხება უმცირესობის ბრალდებებს, ეკაბესელია აცხადებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველას აქვს და მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილსაც. როგორც მოვისმინე, მას განცხადება გაუკეთებია, რომ მზად არის პასუხი აგოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მას ბრალი ჰქონდა წაყენებული ფინანსურ დამუშავებებზე თავის დროზე, მაგრამ არ გამოურიცხავ, რომ იმედი აქვს, რომ ახალი ხელისუფლება, რომელიც აშკარად ავლენს პოლიტიკურ მოტივებს სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკის განხორციელებისას, ამ შემთხვევაშიც გამოავლენს, როგორც ოქრუაშვილისათვის დადებითად. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არავის არ შეუძლია. სხვას ყველაფერს როგორ იქნება პროცედურები, იქნება თუ არა რაღაც შემთხვევაში გავრცელდება თუ არა მასზე შეწყალების ან ამინისტრიის მექანიზმი, ამას როგორ შეიძლება წინასწარ როგორ ნებისმიერ ადამიანს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. იქნება ეს ოქრუაშვილი თუ ვინმე სხვა. აქვს ჩვენი ხელისუფლების პირობებში გარანტირებული უფლება, რომ სამართლიან სასამართლოს დაექვემდებაროს. ირაკლი ოქრუაშვილის და მისი მეგობრების პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო და პროცესი უკვე 3 დეკემბრის 10 საათზე განახლდება. ლანა, მადლობა. პირდაპირ ეთერში ლანა ბერიძე საუბრობდა, როგორც გითხარით, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში მას შემდეგ დაბრუნა, რაც პოლიტდევნილთა ჩამონათვალში მოხდა. პარლამენტში პოლიტიკურ დევნილთა 22 კაციანი და პოლიტპატიმრების 180 კაციანი სიადევს. როგორ და ვისი მეშვეობით შედგა პოლიტიკური ნიშნით შევიწროებული ადამიანების სია გვარების გამოქვეყნებას უკვე მოყვა უკმაყოფილება. მაგალითად, ჩამონათვალში არ არიან ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორები. თავად ის ადამიანებიც კი, ვინც ამ სიაში მოხვდნენ, აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ტერორის მსხვერპლი გაცილებით დიდია, ვიდრე ამას საკანონმდებლო ორგანოში შესული დოკუმენტი ასახავს. სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში დაბრუნებას არ ჩქარობს. პოლიტიკურ დევნილთა 22 კაციან სიაში მოხვედრილი ბიძინა გიორგობიანი ირაკლი ოქრუაშვილისგან განსხვავებით საქართველოში ჩამოსვლას იმ დრომდე არ აპირებს, ვიდრე პროკურატურა მის საქმეს არ გადახედავს. ჩვენ უნდა დაველოდოთ, ვიდრე პარლამენტი მიიღებს დადგენილებას და შემდეგ თუ პარლამენტის მიღებული დადგენილება გადაეგზავნება პროკურატურას და პროკურატურა ჩათვლის საჭიროდ თვითონ პროკურატურა, რომ ჩვენს გარეშე მათ არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება და აუცილებელია, რომ ჩვენ ჩავიდეთ თბილისში, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილება ჩვენ საქმეებთან დაკავშირებით, მეც რა თქმა უნდა ჩამოვალ. გიორგობიანთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სიაში მოხვდნენ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი. მედიის წარმომადგენელთა მოლოდინის მიუხედავად სიაში ვერ მოხვდა ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პოლიტიკური თავშესაფარი შვეიცარია მისცა. კიდევ ერთი ჟურნალისტი გელამ თივლიშვილი კი სიაში ქართული ოცნების ლაგოდეხის შტაბის წევრის ზვიად ხვედელიძის ნახვას ელოდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოუწყო სპეციალურად რაღაც ხაფანგი და შემდგომ დააბრალეს გაუპატიურების მცდელობა და აღმოჩნდა, რომ ეს ეგრეთ წოდებული დაზარალებული, რომელიც საქმეში იყო ქალბატონი, არის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმარი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობდა კუდთან. ის რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე წარდგენილი პოლიტპატიმართა და პოლიტიკურ დევნილთა სია არასრულია, თავად კომიტეტის თავმჯდომარეც ამბობს. ეკაბესელია აცხადებს, რომ დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციას დაიხდნენ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ესე ამოწურულია, უბრალოდ ჩვენ რაც მოგვაწოდეს, იმ მასალებზე დაყნობით შევისწავლეთ საქმეები, ძირითადად მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციები. უმცირესობა სიის არასრულყოფილებაზე მეტად მისი არსებობა აღელვებს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ პოლიტპატიმართა არსებობის აღიარება ქვეყნის იმიჯს შეელახავს. საერთო ტრაგედიაა, რომ ახალ მოსულ ხელისუფლებას ეამაყება, რომ საკანონმდებლო დონეზე საქართველოს პირველად დაჩენენ პოლიტიკური პატიმრის ცნებას. ამას გამოიყენებს ნებისმიერი სხვა ხელისუფლება, სათავისოდ, როცა ის საქართველოში მოვიდა ევროპული სტანდარტები, თანამედროვე სტანდარტებით, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პოლიტიკურ დევნილთა და პატიმართა სიის შედგენაში უშუალოდ მონაწილეობდა. სიაში მოსახვედრად პირს თავად უნდა მიემართა იმ კომისიისთვის, რომელიც მუშაობის პროცესში დატოვა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, კონსტიტუციის 52 მუხტმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ის ადამიანები, ვინც დღევანდელი ხელისუფლების მიერ იყვნენ ქვეყნიდან გაქცეულები პოლიტიკური ნიშნით და სხვა ქვეყანამ, სადაც ისინი ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, იმ სხვა ქვეყანამ ისინი აღიარა პოლიტიკურ დევნილებად, ამ ადამიანებს
ჩვენ და მოგმართა რა თქმა უნდა ჩვენ ანუ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ან მანამდე მიმომართა ჰელსინკის ჯგუფს ჩვენ ესენი შევიყვანეთ პოლიტიკური დევნილების სიებში. Მთლიან სიაზე ჩვენ პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა ვერ ავიღებთ იმ ნაწილზე რომელიც ჩვენს მიერ არის შესწავლილი, რა თქმა უნდა ვიღებთ პასუხისმგებლობას და ნაწილში საქმეებისა ჩვენ ვფიქრობთ რომ არის პოლიტიკური მეთოდი. პარლამენტი პოლიტიკური პატიმრებისა და დევნილების შესახებ დადგენილებას მიმდინარე კვირაში მიიღებს. ქართველების მიერ ტყვედაყვანილი თალიბები ქართველი სამხედროების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაცია ჰელმანდის პროვინციაში. თალიბების ჯგუფი, რომელთა თავდასხმას კაპრალი მინდია აბაშიძე შეეწირა, განადგურებულია. ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ჰელმანდში განლაგებულ 32 ბატალიონზე თალიბების მორიგი თავდასხმა ჯარისკაცების პატრულირებისას მოხდა. საბოლოოდ კი ქართული ქვედანაყოფის ოპერაცია ასეთი შედეგით დასრულდა. ლიკვიდირებული და ტყვედაყვანილი თალიბები და არც ერთი დაჭრილი ან დაღუპული ქართველი სამხედრო. ქართველი სამხედრო წარმატებული სპეცოპერაციის დეტალებზე ჩვენი სამხედრო კორესპონდენტი გიორგი ცხვითავა ისაუბრებს. გიორგი, იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვიყვე ქართველების და თალიბების ამ ბოლო შეტაკების შესახებ და რამდენად პერმანენტული ხასიათი აქვს ასეთ თავდასხმებს. დიახ, ნათია, დავიწყოთ იმით, რომ პერმანენტული ხასიათი ქონდა თალებთა სწორედ აი ამ ჯგუფის მიერ ქართულ სამხედროებზე შეტევას, კონკრეტულად 32 ბატალიონზე და არანაირი დაჭრილი, არანაირი მსხვერპლი ქართულ მხარეს არ განუცდია, რაც შეეხება უშუალოდ ოპერაციის დეტალებს. 32 ბატალიონის ჯარისკაცები ტრადიციულად გასულები იყვნენ კონვოირებაზე, ტრადიციულად ჯავშან მანქანებით, რა დროსაც ისინი მოხვდნენ ჩასაფრებაში თალებთა ჯგუფის მიერ. ჩასაფრების დროს მოხერხდა თალებთა გარკვეული ჯგუფის განადგურება, დანარჩენი კითხვით იქნა აყვანილი გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ლაშა ბერიძე. ჩვენთან საუბარში დეტალებს კიდევ უფრო ავრცელებს. და საამაყოთ უნდა ითქვას, რომ ქართველმა მებრძოლებმა 32 ბატალიონის მებრძოლებმა წარმატებით მოიგერეს შეტევა, გაანადგურეს მოწინააღმდეგე, ნაწილი ტყვეთ აიყვანეს, ხოლო რაც შეეხება ქართულ სამხედრო მოსამსახურეებს, ყველა ჯანმრთელად მშვიდობით აგრძელებს თავის მოვალეობის შესრულებას. დიახ, ნათია, ეს ტრადიციულად კვლავ არის ქართველი სამხედროების ანგარიშზე კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია. ალბათ ეს ოპერაცია უკვე საქართველოს ჩაითვლება იგივე ნატოს მინისტერიალის დროს, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი. მადლობა გიორგი ცხვითავა გვიყვებოდა ჰელმანდის პროვინციაში ქართული სამხედროების მიერ ჩატარებულ წარმატებულ ოპერაციაზე. მონუმენტი არ აშენებულ ქალაქ ლაზიკაში. ბულვარი და ლაზიკამდე მისასვლელი გზა სახელმწიფო ბიუჯეტს 13.300.000 ლარი დაუჯდა. ხარჯებს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან იხარჯებოდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღემდე ასაიდუმლოებდა. ახალი მინისტრი აცხადებს, რომ ლაზიკასთვის კიდევ უფრო მეტია დახარჯული, ვიდრე დღეს არის ცნობილი, თუმცა ზუსტი ინფორმაცია კონკრეტული პროექტისა და ზუსტი ხარჯ აღრიცხვის არარსებობის პირობებში შეუძლებელია. ერთადერთი რაც ცნობილია, სახელმწიფო თავად ქმნიდა კომპანიებს, რომელიც ფონდიდან გადარიცხულ თანხებს განკარგავდა. არაშენებულ ქალაქ ლაზიკაში ეს მონუმენტი, ბულვარის ნაწილი და ლაზიკამდე მისასვლელი გზა სახელმწიფო ბიუჯეტს 13.300.000 ლარი დაუჯდა. თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის შესახებ ინფორმაცია დღემდე დახურული იყო. ახალი მინისტრი მოვიდა ამ სამინისტროში და ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო პასუხისმგებელი იყო მთლიანად აი ამ პროცესზე ლაზიკის მშენებლობაზე, რაც პრინციპში მოდიოდა წინააღმდეგობაში იმ ოფიციალურ პასუხთან, რაც მივიღეთ. ლაზიკისთვის თანხა რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყო და სახელმწიფოს მიერ შექმნილ კომპანიაზე ირიცხებოდა. რეგიონალური განვითარების სამინისტროში ლაზიკის კონკრეტული პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ახლად დანიშნულმა მინისტრმა ვერ მოიპოვა. სწორედ ამით ხსნის დავით ნარმანია საკუთარ უწყებაში გარე აუდიტის მოწვევის აუცილებლობას. შესაბამისად ვთქვათ, რა უნდა გაკეთებულიყო კიდევ მომავალში, რაც იყო დაგეგმილი და რაც დღემდე არ არის გაკეთებული, ამასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია არ დევს, რადგანაც სრული პროექტი ამ მიმართულებით ამ სამინისტროში ვერ იქნა მოძიებული. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი დღეს მიუწვდომელი აღმოჩნდა. მის დასვლა ლაზიკის მშენებლობაზე მეცხრე არხთან საპარლამენტო უმცირესობის წევრები საუბრობენ. ჩვენ ვართ ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც სწორედ საპორტო ქალაქების მშენებლობა, სწორედ ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობა, სწორედ ახალი, ასე ვთქვათ, საწარმოების განვითარების მიმართულებას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ამ თანხების სრული მოცულობა იყო წინა წლებში ისე გახარჯული, რომ საზოგადოებამ არ იცოდა მიხეილ სააკაშვილი რისთვის რას ხარჯავდა. მათ შორის ესეთი უკაცრავად და კრეტინული
აბსოლუტურად კრეტინული ხარჯები. საპარლამენტო უმრავლესობა კერძო აუდიტორული კომპანიის მუშაობის შედეგებს ემოდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი სულ რამდენი მილიონი დაიხარჯა მომავლის ვირტუალურ ქალაქზე. კლასიკაში დახარჯული მილიონები საკუთარი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ყოველ წელს დაპატიმრების მოლოდინში ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი იტალიის ფეშენებელურ სპა კურორტზე ისვენებს. გაიკეთა თუ არა ლიმფოდრენაჟი და ანტიცელულიტური მასაჟები მიხეილ სააკაშვილმა. გავრცელდა საქართველოს პრეზიდენტის მერანოში დასვენების ამსახველი ფოტოები. მაშინ როდესაც საქართველოში საკუთარ რეზიდენციაში გარეგანათებას თიშავს, სააკაშვილი საზღვარგარეთ ერთ დღეღამეში სასტუმროს ნომერში 1350 ევროს იხდის. ბევრად მეტი ღირს სანატორიუმის მომსახურების პაკეტი. ეს იტალიის ქალაქ მერანოში მდებარე ფეშენებელური სპა კურორტია. ეს კი საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გასულ კვირას ამ სანატორიუმში იმყოფებოდა. ტელეწამყვანი თინა კანდელაკი სათაურით ძვირფასო მიხეილ ნიკოლოზის ძევ საგანგებო ბლოგს აქვეყნებს და იმ თანხაზე საუბრობს, რაც ესპასანრის შენოში დასვენება სჭირდება. ორსაძინებლიანი ლუქსი, რომელშიც სააკაშვილი დაბინავდა დღეღამის განმავლობაში 1350 евро ღირს, ხოლო გამაჯანსაღებელი 6 დღიანი პროგრამა 2860 евро. ის მოიცავს დიეტას, ანალიზებსა და ენერგეტიკულ მასაჟს. დამატებითი 120 ევროს გადახდის შემთხვევაში დამსვენებელს შეუძლია მუცლის მასაჟი გაიკეთოს. 120 евро ღირს ლიმფოდრენაჟი, ანტიცელულიტური პროცედურები და ტერფების მასაჟის ფასიც 120 ევროს შეადგენს. კანდელაკის ინფორმაციით პრეზიდენტმა აპარტამენტებში ერთი კვირა დაყო, რაც დაახლოებით 12300 ევროზე მეტ დანახარჯს ითვალისწინებს. განსხვავებული ინფორმაცია აქვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტი ყოველწლიურად იტარებს სამედიცინო გამოკვლევას. ამჯერადაც მან გაიარა ეს პროცედურები, სამედიცინო კვლევა ჩაიტარა ადგილობრივ კლინიკაში. მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი ჯანმრთელია, ის იმყოფებოდა იტალიაში, მერანოზე, ბრიუსელიდან უკანა გზაზე გაჩერდა მიზნით, სადაც დაყო ერთი დღე, ეს იყო 15 ნოემბერი და აქვე მინდა დავამატო ხარჯები, რომელიც იქნა გაწეული, ეს არის მისი კუთვნილი თანხები და არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ იქნა გადახდილი. სანატორიუმში, რომელიც უკრაინის მმართველი ელიტისა და დიეგო მარადონას საყვარელი დასასვენებელი ადგილია, ეს მიხეილ სააკაშვილის პირველი ვიზიტი არ არის. 2010 წელს რუსულ მედიასთან საუბრისას ჟურნალ JQ-ს ჟურნალისტს პრეზიდენტი გამოუწყდა, რომ აგვისტოს ომის წინ დასასვენებლად სწორედ იტალიაში, ქალაქ მერანოს კურორტზე იმყოფებოდა. თქვენ უყურებთ მე-9 საათზე, ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო უცნობზე FM 98. პანამაში მყოფი ქართველი მეზღვაურები მექსიკაში საქართველოს ელჩმა მოინახულა. შეხვედრის ამსახველი კადრები მე-9 მეზღვაურებმა თავად მიაწოდეს. რამდენიმე დღიანი იძულებითი შიმშილობის შემდეგ გემზე დარჩენილებმა საკვები პროდუქტები მიიღეს, თუმცა ამჯერად პრობლემების საწვავის მარაგია. ამ მიზეზით გემზე რამდენიმე წუთის წინ გენერატორი გაითიშა. გემის 3 თვეა პანამის სანაპიროდან 5 კილომეტრის მოშორებით რეიდზე დგას. ეკიპაჟის 16 წევრიდან 12 ქართველი მეზღვაურია. შევედით ახლა. სტალოვაში ვართ, საგანი მაცივარი ერთი ვანახებ, რო. ქართველი მეზღვაურები სამოყვარულო ვიდეო კამერით ცარიელ მაცივრებს აფიქსირებენ. ახლა მივდივართ კამბუში და არტელკაში. კადრში კარგად ჩანს თუ რა პირობებში უწევთ მეზღვაურებს ამორტიზებულ გემზე ყოფნა. ეჩუბებიღოთ, მარტო. ერთი ბაჭკა ცხარები მილი. ეკიპაჟის სასმელი წყლითა და საკვებით მომარაგება მხოლოდ დღეს მოხერხდა მექსიკაში. საქართველოს ელჩი მეზღვაურებს დაჰპირდა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო ყველა საშუალებას გამოიყენებს. რეალურად ეს ვესაუბრე პრობლემის აგენტს, მათი შეხედულება არის, რომ რაღაცა სახით გადაიცადონ ხელფასი ოქტომბერ-ნოემბრის ლიკვიდონ სამგზავრო ბილეთები საქართველოში და გაგამგზავნონ საქართველოში. გემზე დარჩენილებმა ელჩს საკუთარი პრეტენზიებიც გააცნეს. მეზღვაურების მიერ მოწოდებულ ვიდეო მასალაში ჩანს გემის კაპიტანი ზურაბ დავითაძე, რომელიც ელჩს დეტალურად უხსნის, როგორ დაარღვია კომპანიამ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები. პირველ რიგში კაპიტანსა და გემთმობელს შორის კონტაქტი რო გაზრდება, იქ უკვე გემი ავტომატურად ითვლება ფაქტიურად გემი დატოვებულობს გემთმობელს. მე ვერ ვღებულობ, ვერ ვაგებინებ, აგენტს რო ვეუბნები. წალი მინდა, საწვავი მინდა, საკვები მინდა, აგენტმა უნდა მიწეროს მერე გემთმობელს. იქიდან უნდა მივიდეს კონფორმაცია, confirmation. რო პატვირთდენია მიწეს, რომ აგენტმა მისი კასიდან აქციოს ნახა და მიწეს ჩემს ეკითხებს. 12 ქართველი მეზღვაური ღია ზღვაში მარია დელ კარმენ 2-ზე უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება. მათი ინფორმაციით ხომალდს ბალბოა სპორტში დავალიანების გამო არ უშვებენ. ამ წუთებში მეზღვაურებს მხოლოდ ავარიული სანათები აქვთ ჩართული. გემზე საწვავის მარაგი ამოიწურა. რა დავაი, არ ეშვება და რა დავაი.
ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთადერთ ჩეჩენ ცოცხალ მოწმეს, რომელიც საქართველოში იმყოფება, შესაძლო ამნისტია შეეხოს. ახმედ ჩატაევს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ედება, რაც ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ეს მუხლები კი კანონპროექტით ამნისტიას ექვემდებარება. ჩატაევის პროცესი 26 ნოემბერს გაიმართება, სწორედ ამ პროცესზე უნდა დაკითხონ მოწმეები, რომელთა ჩვენებაზე ჩეჩენ ილტოლულის ბედია დამოკიდებული. ამნისტიით გათავისუფლების შემთხვევაში ახმედ ჩატაევი უდანაშაულობის დამტკიცებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩატაევის ადვოკატმა გაავრცელა. იგი ბოლომდე იბრძოლებს და დაადგენს სიმართლეს. არ აქვს მნიშვნელობა იგი ამნისტირებული იქნება თუ არა ეს მუხლი. ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა და შენახვა. ლაფანყურის სპეცოპერაციის დაწყებიდან 10 დღეში დაკავებულ ჩატაევს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ედება. ეს მუხლი კი პარლამენტში შესული კანონპროექტით ამნისტიას ითვალისწინებს. იმედოვნებთ, რომ ბოლომდე ღმერთის წყალობით გავაგრძელებთ ამ სიმართლის დამტკიცებას. ახმედ ჩატაევის საქმეში მონაწილეობის თხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრმა დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვს. ახმედ ჩატაევი არის უკანონო პატიმარი, წინააღმდეგ არანაირი სერიოზული ბრალდება არ არსებობს და ის უნდა გათავისუფლდეს. ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრი და მეცხრე არხი იუწყებოდა საქმეში არსებული მოწმეების, მესაზღვროების მიერ მიცემულ სრუჩვენებებზე. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით პროკურატურას გამოძიების დაჩქარებისაკენ მოუწოდებს. ყველამ გაიგო და ყველამ იცის სრუჩვენება, ყველამ დიდბატარამ უფროსობასაც ყველამ გამოსაგამოდი. ეგრეთ იყო საქმე უნდა ეწეროთ. რაღაცა მოხდები კიდე თან ფოტები ჩატაევის სასამართლო პროცესი 26 ნოემბერს არის დანიშნული. აღნიშნულ პროცესზე მოხდება მოწმეთა დაკითხვა. სწორედ სამი მესაზღვის ჩვენებაზეა დამოკიდებული ახმედ ჩატაევის ბედი. შინაგან საქმეთა სამინისტრო რეორგანიზაციას იწყებს პოლიციის სამმართველოების უფროსებთან და მათ მოადგილეებთან ერთად. უწყებაში საკადრო ცვლილებების ტალღამ უკვე რიგი თანამშრომლებამდე მიაღწია. კადრების განკარგულებაში არიან გადაყვანილი საპატრულო ჯგუფის მეთაურები, რომლებსაც ორთვიანი პროცესის შემდეგ შესაძლო უმუშევრობა დაემუქროს. მათგან ერთ-ერთ პრეტენზია დაუმსახურებელ მოპყრობაზე უკვე აქვს. გამოცხადებული რეორგანიზაციაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს არასამთავრობო სექტორიც. პოლიციის 10 მეთაური აბულაძე თავდაპირველად ინსპექტორის რანგამდე დააქვეითეს. შემდეგ კი განუცხადეს, რომ კადრების განკარგულებაში ფუნქციის გარეშე დარჩა. ეჭვობს 2 თვის შემდეგ გაათავისუფლებენ. ამტკიცებს, რომ 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში სამართალს პირნაცვლად იცავდა. გადაწყვეტილებას კი გენინსპექციის ყოფილ ხელმძღვანელ თენგიზ გუნავოსთან ნათესაური კავშირით ხსნის. მე არ ვაკეთებ იმ პოლიტიკურ განცხადებას, რომ მე იმის გამო, რომ მაგის დეიდაშვილი ვარ, მაგის გამო მან გამანთავისუფლეს სამსახურიდან. მაგრამ არ გამოურიცხავ ამ დეტალსაც რა. არ გამოურიცხავ, იმიტომ რომ ახსნა განმარტების გარეშე, სრულიად უმიზეზოდ, სრულიად არაფრის გარეშე მე გამიშვე სამსახურიდან. სამართალს უკვე უფლება დამცველებთან ეძებს. იქ სადაც მისი მეუღლე სამოქალაქო აქტიურობისთვის თვეების წინ ყოფილი ხელისუფლების არასასურველ პირთა სიაში მოხვდა. მეუღლის პოლიტიკურ ორიენტაციას იმ დროს არ უმოქმედია. ახლა კი ოჯახს უწყების რეაქცია უყვირს. როცა ღარიბაშვილმა გამოაცხადა, რომ უდანაშაულო თანამშრომლების სტრუქტურიდან არ გათავისუფლებოდნენ, ვიყავი სრულიად დარწმუნებული, რომ ჩემ ქმარს არანაირი ცვლილება და საკადრო ცვლილება არ შეეხებოდა. მაგრამ ფაქტი სხვანაირად რეალობა სხვანაირად მოხდა. რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნები ჩდება და იმისათვის, რომ ეს კითხვის ნიშნები აქტიურად იყოს პასუხისგაცემული, ამისთვის საჭირო არის, რომ ჩვენ გქონდეს ოფიციალური ინფორმაცია შესაბამისი სტრუქტურებისგან, რომ ოფიციალურად დასახელდეს ის მიზეზი, თუ რის გამო მოხდა, თორსა კონკრეტული სამართალდაცვი ორგანოს თანამშრომლის განთავისუფლება. სამინისტროში საკადრო გადაადგილებებს პოლიციის ფუნქციური და სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობით ხსნიან. უწყებაში რეორგანიზაცია დაიწყო. უწყებიდან თანამშრომლების დათხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან და ის პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს. კადრების განკარგულებაში დარჩენილები და ახალი კადრები შეირჩევიან მხოლოდ პროფესიონალიზმის ნიშნით. ბოლო დროს საპატრულო პოლიციის დანაყოფებში ხშირი იყო მოვალეობის შესრულების არაჯეროვანი შემთხვევები. პოლიციის მოქმედება კი მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოების უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვის მთავარ პრინციპებს. აბულაძესთან ერთად დღეს სამმართველოში კიდევ 4 პოლიციელი დააქვეითეს. ვითარების გამწვავების თავიდან ასაცილებლად ისინი დუმილს არჩევენ. თუმცა სჯერათ, რომ პირადი საქმის გადახედვის შემდეგ მინისტრი ყველა მათგანს პოზიციებზე აღადგენს.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ბიუჯეტი 8 მილიარდამდე გაიზარდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ფული გადასახადების აკრეფით და კორუფციის შემცირების შემდეგ შევიდა. სააკაშვილმა დღესვე ახალ მთავრობას საარჩევნო დაპირებების შესრულებისაკენ მოუწოდა და ბოლო დროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტებზე შეშფოთება გამოთქვა. და მინდა გითხრათ, რომ ამ პარლამენტში მე რომ პრეზიდენტი გავხდი საქართველოს ბიუჯეტი, თქვენაში დააპატარა იქ იყო სულ რეალურად 500 მილიონი ლარი. 500 მილიონი ლარი. ეხლა ადის თითქმის 8 მილიარდზე. თუ შევჭამეთ და წავიღეთ სახში ეს ფული საიდან გაჩნდა ბიუჯეტში, თუ ვიღაც დიდარმა ბიძამ გამოგვიგზავნა საიდანმე და რომელიღაც მილიარდერმა მოგცა როგორც ჯოგს გონია. ნუ რას უკაცრავად? უსურვებთ ამ მთავრობას, რომ ნაცვლად იმისა, რომ შურისძიებით იმოქმედოს, შევიდეს გადავიდეს თავის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაზე. მინდა გაგიზიაროთ ჩემი წუხილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. დაპატიმრებების ტალღა აგორდა, რომელმაც შეშფოთება გამოიწვია ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა ისიც მინდა თქვა, რომ ზოგიერთს გაუხარდა, შეიძლება ბევრს გაუხარდა, არის შეწახები, მიდი კიდე დაიჭირეთ, კიდე მიყევით. საჯაროდ და პირად საუბრებში რამდენიმე ისეთი გზავნილი დაფიქსირდა, რომელიც ცალსახად უკიდურესად სანერვიულო ნამდვილად არის და შემაშფოთებელი. დანიშნები შეერაღებულ ძალებში არმიის ქვედანაყოფებში ახალი მეთაურები ინიშნებიან. უკვე ცნობილია ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ძალებისა და პირველი ქვეითი ბრიგადის ახალი ხელმძღვანელების ვინაობა. თუმცა უმაღლესი რანგის ოფიცერთა შემადგენლობის არმიაში გამოძახებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პრობლემებია, რადგან ბრძანებაზე ხელს უმაღლესი მთავარსარდალი ამ დრომდე არ აწერს. ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების ვეტერანი უკრაინის თავდაცვის უმაღლესი აკადემიისა და გერმანიაში მარშალის ცენტრის კურსდამთავრებული თადარიგის პოლკოვნიკი ლევან გამყრელიძე ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. მუშაობთ იმ თემაზე, რომ გაირკვეს და ჩამოყალიბდეს საერთოდ რეზერვის პრიორიტეტები და მოხდეს რეზერვის გადამზადება თავიდან. ამ ეტაპზე გვარდიის ახალი ხელმძღვანელი სამოქალაქო პირია ისევე როგორც მისი მოადგილე. თადარიგის პოლკოვნიკ ტელმან მესხიძის თქმით პრიორიტეტული მიმართულება რეზერვის რეალური მომზადება იქნება. ძირითადი პრიორიტეტი იქნება იმ რეზერვის მომზადება, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით არის ეროვნული გვარდიის რეზერვი. აგრეთვე ამ კუთხით გავაგზავნებთ თანამშრომლობას უცხოელ პარტნიორებთან. სიახლეა სამხედრო პოლიციაშიც, რომლის შეფად ვიცე-პოლკოვნიკი კახა ჩიხრაძე დაინიშნა. ჩიხრაძის თქმით აქტიურად დაიწყო სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის გადამზადების პროცესი. სამხედრო პოლიცია პოლიტიზირებული იყო და ჩვენი მიზანია და ამ შემთხვევაში ჩემი მიზანია, რომ ამ სტრუქტურის დეპოლიტიზაცია მოხდეს. ცვლილებები საბრძოლო ქვედანაყოფებშიც განხორციელდა. ამერიკის ბრინჯაოს ვარსკვლავით დაჯილდოვებული სპეციალური ძალების მწვანე ბერეტი მაიორი გიორგი შენგელია პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური გახდა. მისი წინამორბედი ვიცე-პოლკოვნიკი დავით მაყაიშვილი კი დაწინაურდა და განათლების სარდლობის ხელმძღვანელად დაინიშნა. დღეს დავინიშნე ბრიგადაში, პირველად მოვედი დღეს, მიხარია რომ დაუბრუნდი ჩემ დიდ ოჯახს და როგორც ყოველთვის პირველი ბრიგადა იქნება პირველი. ამასთან უკვე ცნობილია, რომ შეიარაღებულ ძალებში მიმართულებები ჩამოყალიბდება. იქმნება დასავლეთ და აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფებები. ისრაელისა და პალესტინის მხარდასაჭერი აქციები თბილისში დღეს თითქმის ერთდროულად გაიმართა. ისრაელის საელჩოსთან მისულმა ახალგაზრდებმა ისრაელს აგრესორი უწოდეს და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. დღესვე სინაგოგასა და სიონს შორის ქართველი მომღერლები ისრაელთან მეგობრობის ნიშნად ებრაულ სიმღერებს ასრულებდნენ და კონფლიქტის შედეგად დაზრალებულ მოძმე ებრაელ ხალხს თანადგომას უცხადებდნენ. ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი ერთი კვირის წინ გამწვავდა და მას უკვე 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სოციალური ქსელის მეშვეობით ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული აქცია სოლიდარობა პალესტინელებს ისრაელის საელჩოსთან დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა. ორგანიზატორებს ჩვენ პირველ რიგში ვკითხეთ, თუ რას ნიშნავდა ის უცხო სიტყვები, რომლებსაც ისინი ხმამაღლა სკანდირებდნენ. ჩვენ დღესვე გვინდა სისტემა დაიმხოს. აშად იურიდ ისკად ანიზამ არაბულად თარგმანი ესეთია. თუ გაღელვებს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე იმაზე მეტად, ვიდრე ისრაელის თავდაცვა და თელ-ავივის სამხედრო ძალების ხაზგასმა, მოდი მხარი დაუჭირე თავისუფლებას და მშვიდობას ღაზას სექტორში. ნათქვამი იყო Facebook-ზე გამოქვეყნებულ მოწოდებაში. ძალიან მარტივი დასანახია, ვინ არის მოძალადე და ვინ არის ძალადობის მსხვერპლი. ეს არის მოძალადე, ეს არის ისრაელის მთავრობა, ისრაელის სახელმწიფო. მსხვერპლი ამ შემთხვევაში არის ღაზას სექტორი და იქ ცხოვრები უდანაშაულო მოსახლეობა.
კიდევ ერთი აქცია, რომელიც საქველმოქმედო კავშირის კეთილი ფონდის ორგანიზებით სინაგოგასა და სიონ შორის მდებარე სკვერში მოეწყო, ისრაელისა და საქართველოს მეგობრობასა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს მიეძღვნა. ბაღის კიბესთან მოწყობილ დროების სცენაზე ქართველმა მომღერლებმა ებრაული სიმღერები შეასრულეს. ძალიან მტკივა ამ ხალხის ტკივილი და მინდა რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდეს, აღარ იყოს მსხვერპლი და უთანაგზნო იმ ადამიანებს, ვინც ძალიან დიდი ტკივილი განიცა და დაეღუპათ ოჯახის წევრები. მთელ მსოფლიოს მინდა რომ მშვიდობა უსურვო და უერთდები მე ვარ ქართველი, მე ვარ ებრაელი. ორგანიზატორმა მშვიდობის სიმბოლოდ აქციაზე ჭურვისგან დამზადებული საყვავილე მიიტანა. ცხილი, რომელიც სიმბოლო არის სიცოცხლის განახლების და მწვანე ჯეჯილი, დღეიდან შეეცდება რომ გაალამაზოს ეს უშნო სიკვდილის იარაღი, ისევე როგორც ჩვენ ვცდილობთ დღევანდელი აქციით გავალამაზოთ ჩვენი ყოფიერება, უფრო უკეთესი გავხადოთ სამყარო და უფრო ლამაზები გავხდეთ ადამიანები. მადლობლები ვართ, რომ საქართველოს მხარს უჭერს ისრაელს და თუ დღეს მე შევადარებ აქციებს, რომლებიც ტარდება სხვადასხვა დედაქალაქებში ისრაელის მხარდასაჭერად, ეს არის ყველაზე დიდი, ყველაზე გულითადი არა ებრაელების დიდი აქცია. ქართულ ებრაული კონცერტის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა კეთილი სურვილებით სავსე ქაღალდის თვითმფრინავები დაბომბვის შედეგად დაზარალებულ მოსწავლეებს გაუგზავნეს და ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის ნიშნად ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ღაზის სექტორზე სახმელეთო შეტევას ისრაელი დროებით აჩერებს. თელ-ავივში გადაწყვეტეს ინტენსიური მოლაპარაკების შედეგებს დაელოდნონ. სისხლის ზღვის შესაჩერებლად რეგიონში გაეროს გენერალური მდივანი ჩადის. იერუსალიმში ელოდებიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსაც. ზავისათვის დიპლომატთა სისტემატური მოწოდებების მიუხედავად ორხვრივი დაბომბები არ წყდება. იერუსალიმი გაეროს გენერალურ მდივანს ხამასის ნასროლი ჭურვი და განგაშისმა უწყებელი სირენებით დახვდა. მიუხედავად ინციდენტისა, ბან კი მუნის შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთი წუთითაც არ გადადებულა. სულ რამდენიმე საათში კი იერუსალიმი ჰილარი კლინტონსაც ელოდება. დიპლომატთა კორპუსია ღაზის სექტორშიც. ბომბების აფეთქების ფონზე არაბთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები პალესტინელებს მხარდაჭერას პირდებიან. ღაზის მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს თურქეთის პრემიერ-მინისტრი. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უკვე მეორეჯერ აკეთებს ისრაელის საწინააღმდეგო მწვავე განცხადებას. ღაზის სექტორი ისრაელში მოახლოებული არჩევნების გამო აქციეს სამიზნედ. იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები და ბავშვები. თუ ამ უკანონო თავდასხმას თავდაცვას უწოდებთ, მაშინ თქვენ ისრაელს მომავალი სისხლის ზღვრისკენ უბიძგებთ. რადიკალურად სხვა აზრისა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები. ჰამასმა უნდა შეწყვიტოს ისრაელზე სარაკეტო იერიშები. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის მიუხედავად ისრაელი სახმელეთო ოპერაციას არ იწყებს და მოლაპარაკების დასრულებას ელოდება. თუმცა ისრაელის არმია დროს არ კარგავს და ქალაქში ბრძოლის სწავლებას გადის. ჩვენ მოთმინებით ველოდებით, მაგრამ მზადყოფნაში ვართ. ნებისმიერ წუთს საბრძოლო მომზადებას დავუთმობთ. რაც შეეხება სარაკეტო იერიშებს, ტერორისტებზე დარტყმების ზუსტი დამიზნებით ხდება. დღეს აღამოს გავრცელდა ჰამასის სამხედრო მეთაურის მოჰამედ დეიფის აუდიო მიმართვაც. დეიფი პალესტინელებს გაერთიანებისა და ბრძოლისაკენ მოუწოდებს. და ამ წუთებში მიღებული ინფორმაცია, ისრაელი და ჰამასი დაზავდნენ. განცხადება რამდენიმე წუთის წინ ეგვიპტის პრეზიდენტმა გააკეთა მუჰამედ მურსის ვარაუდით დაბომბები დღეს გვიან ღამით შეწყდება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა ჰამასმაც, თუმცა ისრაელში ამ ინფორმაციას ამ დრომდე არ დასასრულს ხალხური პოეზიის კვირეული ფოლკლორული ნიმუშების შემგროვებლისა და სახალხო მთქმელების მონაწილეობით. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ფოლკლორისტის ვახტანგ კოტეტიშვილის 120 წლის იუბილეს მიეძღვნება. საზოგადოებას საშუალება ექნება რეპრესიების დროს დახვრეტილი მეცნიერის ცხოვრებასა და შემოქმედებას გაეცნოს. განწყობილია ანტისაბჭოურად, პესიმისტურად, თითქმის ვერ ხედავს საბჭოთა სინამდვილის პერსპექტივას. ექსპედიციებში ცოტას მუშაობს, სამაგიეროდ საჯარო გამოსვლებს აწყობს. კოტეტიშვილი დაპატიმრებულ უნდა იქნეს. ეს არის ამონაწერი სახელმწიფო არქივში დაცული ვახტანგ კოტეტიშვილის პირადი მონაცემებიდან. ცნობილი ქართველი მეცნიერი და ფოლკლორისტი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. ფოლკლორის ცენტრი ვახტანგ კოტეტიშვილის 120 წლის იუბილესთვის ემზადება. ვახტანგი გახლდათ დიდი დიაპაზონის მკვლევარი, მეცნიერი, ხელოვანი, ფოლკლორისტიკის ფუძემდებელი საქართველოში და ჩვენ მისი ღვაწლი ნაწილობრივ ვიცით. მან დატოვა ნაშრომები და ხანდახან გაოცება, გაკვირვება კი პროფს კაცს, როგორ შეძლო 44 წლის ასაკში ამდენი რამის გაკეთება.
მეცნიერის იუბილეს მიუძღვნეს ექსპედიცია ფოლკლორისტებმა ამირან არაბულმა და მისმა მეუღლემ ეთერ თათარაიძემ. მათ ზუსტად გაიმეორეს ის გზა, რომელიც ფოლკლორული ნიმუშების შესაგროვებლად 82 წლის წინ თავად ვახტანგ კოტეტიშვილმა გაიარა. ჩვენ დღიურებში აღმოვაჩინეთ ზუსტი ნაკვალევი მისი გავლილი და ვერ შევეცადეთ რომ სწორედ იგივე გაგვემეორებია და გვენახა რა ხდება 82 წლის შემდეგ იმ რეგიონებში რომელშიც მან მართლაც ღვთაებრივი მასალები მოიპოვა და ჩაიწერა. საიუბილეო ღონისძიებები 27 ნოემბერს ფოლკლორის ცენტრში გახსნილი გამოფენით დაიწყება. კვირეულის განმავლობაში სახალხო მთქმელები ვახტანგ კოტეტიშვილის მოძიებულ პოეტურ ნიმუშებს საჯაროდ წაიკითხავენ. საიუბილეო დღეებს მარჯანიშვილის თეატრში დაგეგმილი პოეზიის საღამო დაასრულებს. 30-ში იქნებიან სხვადასხვა მელექსეები საქართველოს კუთხეებიდან, ჩამოვლა დაახლოებით 15 მელექსე, ასევე იქნებიან ცნობილი შემსრულებელი იმერეთიდან, გურიიდან, სვანეთიდან ჩამოდიან. მოკლედ, მთელი საქართველო თავს მოიყრეს უკვე 30 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრში. მაყურებელი პირველად მოისმეს ვახტანგ კოტეტიშვილის მიერ შეკრებილ ხალხური პოეზიის დღემდე გამოუქვეყნებელ ნიმუშებს. ღონისძიებებზე, რომლებიც 27-სა და 28 ნოემბერს გაიმართება, დასწრება უფასო იქნება. და ბოლოს თამთა სანიკიძე, რომელიც დღეს ეკაბერიძეს ცვლის მთავარი კითხვის დასტუმრების შესახებ და თემების შესახებ თავად ისაუბრებს თამთა. მოგესალმები ნათია, მივესალმები მაყურებლებს. როგორ აფასებს ნატო საქართველოს ახალი ხელისუფლების ნაბიჯებს? რამდენიმე წამში პირდაპირ ჩართვა ბრიუსელიდან და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს ბელგიის დედაქალაქში ნატო საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. დღის კიდევ ერთი მთავარი თემა ირაკლი ოქრუაშვილის დაბრუნება. ხელისუფლების შეცვლიდან თვენახევარში საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თბილისში ჩამოვიდა. ჩვენს კითხვებს უპასუხებს გადაცემის მეორე ნაწილში ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატი ზვიად კორძაძე და ბოლოს გახდება თუ არა ოქრუაშვილი ოქროს მოწმე ახალი ხელისუფლებისთვის. გადაცემის მესამე ნაწილში ექსპერტი კახა კახიშვილი დაგვალოდეთ. თამთა მადლობა. მთავარი კითხვა რამდენიმე წუთში ახალი ამბის დასრულებისთანავე გავა ეთერში. თქვენ უყურებდით მე 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან ერთად მე ხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის.